ამერიკული Wall Street Journal-ი წერს, რომ გერმანია თავის წარმოებას ავტომობილებიდან თავდაცვაზე გადაამისამართებს და ფაქტობრივად გახდება ევროპის იარაღის კარხანა. ამის მიზეზი გახანგრძლივებული ეკონომიკური სტაგნაციაა, ჩინეთთან კონკურენცია და გერმანულ მანქანებზე მოთხოვნის ვარდნაა. ყოველწლიურად წარმოება კარგავს 15,000 სამუშაო ადგილს. გამოცემის მონაცემებით, Mercedes-Benz-ის მოგება შემცირდა 59%-ით, Volkswagen-ის 44%-ით, ხოლო Porsche-ს საოპერაციო მოგება 98%-ით. შიდა გარდაქმნა უკვე დაიწყო ავტომანქანების კომპონენტების მწარმოებელმა შეფლერმა, აღნიშნავს სტატიის ავტორი. კომპანიამ უკვე დაიწყო ჯავშან მანქანების, სამხედრო ავიაციების, უპილოტო თვითმფრინავებისთვის საბორტო სისტემების და ძრავების გამოშვება. გარდა ამისა, გარდაქმნაზე კურსი აიღო Volkswagen-მა. გამოცემა წერს, რომ ის ახლა მოლაპარაკებებს აწარმოებს ისრაელთან 2027 წლისთვის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რკინის გუმბათის დეტალების შექმნის საკითხზე. რაზე საუბრობდნენ 2015 წელს ჯორჯ სოროსის და ზელენსკის დღევანდელი მრჩეველი. კადრებში ჩანს ჯორჯ სოროსის და კრისტი ფრილანდის საუბარი. ფრილანდი ახლა უკრაინის ეკონომიკური განვითარების განხრით ზელენსკის მრჩეველია. მაშინ 2015 წელს ისინი ღიად აცხადებდნენ, რომ უკრაინის მთელი მთავრობა ნაყიდია სოროსთან დაკავშირებული ჯგუფებით. პირველად უკრაინაში შევხვდით 1990 წელს, როდესაც ამ მიმართულებით ძალისხმევას ხარჯავდით. ეს მართლაც საოცარია უკრაინაში ახალი მთავრობა, ახალი ხელმძღვანელობა, ყველა ვისაც ამ ჯგუფში ვიცნობ, რაღაც ფორმით დაკავშირებულები იყვნენ ღია საზოგადოებასთან და საქართველოსთან. ბუკვალურად ადამიანები ან პირადად იღებდნენ სტიპენდიას, ან მათი ცოლები იღებდნენ სტიპენდიას. ეს მართლაც საოცარი რაღაც არის. ჩემთვის ამის ყურება საკმაოდ ძლიერი შთაბეჭდილებაა და გულწრფელად გეტყვით, რომ ვერ ვაცნობიერებდი თუ რამდენად დიდი გავლენა მოახდინა ამან 25 წლის განმავლობაში, რადგან ესენი იყვნენ სტუდენტები, 25 წლის შემდეგ კი გახდნენ ლიდერები. ღია საზოგადოება ესაა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც სოროსმა დააფუძნა და აფინანსებს პროექტებს განათლების, ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, მედიის და რეფორმების მიმართულებით. ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიუ ლულა და სილვამ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი ცდილობენ ისეთი შთაბეჭდილება შექმნან, თითქოს ირანი აპირებს ბირთვული იარაღის შექმნას. ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა არ მიიღეს ეს შეთანხმება. ახლა კი ხელახლა ცდილობენ შექმნან ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ირანი ბირთვული იარაღის შექმნას აპირებს. ისინი არ აპირებენ ამის გაკეთებას. ბოლო უნდა მოუღოთ ასეთ პრაქტიკას, როდესაც ადამიანებს ჯერ ატყუებენ და შემდეგ ანადგურებენ. ლათინურ ამერიკას წარმოადგენენ ისეთ სამყაროდ, სადაც მხოლოდ ნარკოვაჭრობაა გაჩაღებული. არაბულ სამყაროს ტერორიზმის ბუდეთ. მაშინ ვინ არის კარგი დღევანდელ სამყაროში, განაცხადა ბრაზილიის პრეზიდენტმა. ამერიკული ტელევიზიის ცნობით, ევროკავშირის ეკონომიკა ისეთ სტაგნაციაშია, რომ შეერთებული შტატების ყველაზე ღარიბი შტატის მთლიანი შიდა პროდუქტი უკვე გაუთანაბრდა ევროკავშირის უმსხვილესი ეკონომიკის, გერმანიის მთლიან შიდა პროდუქტს. ერთ-ერთ გადამწყვეტ მიზეზად სახელდება ბრიუსელის ენერგეტიკული პოლიტიკა, მათ შორის რუსულ ენერგიაზე უარი. გერმანიის ყველა მეხუთე მცხოვრები დღეს სიღარიბის რისკის ქვეშაა. ქვეყანაში, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა მსოფლიოში ერთ-ერთ მდიდარ ქვეყანად. ეს ვიდეო გერმანიის ჯურგმულების მიმოხილვაა. საფრანგეთში სიღარიბის დონემ ბოლო 30 წლის განმავლობაში მაქსიმუმს მიაღწია. მართალია, ღარიბები ყველა ქვეყანაში არიან, მაგრამ ცხოვრების დონე ევროპაში თითქმის 20 წლით ჩამორჩება ამერიკულს. ევროპელები ღარიბდებიან და ზოგიერთებს მიაჩნიათ, რომ დღესაც ეს რევოლუციას გამოიწვევს. ევროკავშირის ეკონომიკა იმდენად დიდი ხანია სტაგნაციის მდგომარეობაში, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე ღარიბ შტატს, მისისიპისაც კი დღეს აქვს იმაზე მაღალი მთლიანი შიდა პროდუქტი, ვიდრე ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანას, გერმანიის გარდა. და როგორც ჩანს, მისისიპი გერმანიასაც გაასწრებს. ევროპა თავად უწყობს ხელს ეკონომიკური ზრდის შეჩერებას ხისტი ეკოლოგიური პოლიტიკით და საკუთარი ხელით შექმნილი ენერგეტიკული კრიზისით. ევროკავშირის ოფიციალური სტატისტიკური ბიუროს მონაცემებით, ბლოკის ქვეყნების ნახევარმა შარშან 1%-ზე ნაკლები ზრდა აჩვენა. მაშინ, როდესაც
ამერიკის ეკონომიკა იზრდებოდა 2,5-3%-ით. ევროპელი ლიდერები პანიკამ შეიპყრო კონტინენტის დეინდუსტრიალიზაციის შესახებ ცნობების შემდეგ. ეს გერმანიასაც ეხება ერთ დროს მსოფლიოს ერთ-ერთ სახელმწიფოს. გერმანიამ გაუკმა თავისი ბირთვული ენერგეტიკა ზუსტად იმ მომენტში, როდესაც ენერგიაზე ფასებმა მკვეთრად დაიწყო ზრდა, რასაც Wall Street Journal-მა უწოდა ყველაზე სულელური ენერგეტიკული პოლიტიკა მსოფლიოში. გერმანიას ადრე იაპირუსული ენერგიის იმედი ჰქონდა, ახლა აღარ აქვს, ნათქვამია რეპორტაჟში. ევროპაში დაიწყეს უკრაინელი კაცების საზღვრამდე მიყვანა, სადაც მათ უკრაინული კომისარიატის თანამშრომლები ხვდებიან. განაცხადა რადას დეპუტატმა რუსლან ჰორბენკომ. რაც შეეხება დაბრუნების ფორმას, იურიდიულად არსებობს ოფიციალური დეპორტაცია და ჩვენი მოქალაქეების კაცების დეპორტაციის ასეთი შემთხვევები უკვე არსებობს ფრიდრიხ მერცის, დონალდ ტუსკის ან ნებისმიერი ქვეყნის ხელმძღვანელის გადაწყვეტილების გარეშე. არის ისეთ კაცებთან დაკავშირებული შემთხვევები, რომლებმაც კანონი დაარღვიეს. მათ იზოლებით აძევებენ და დიახ, პრინციპში ასეთი პრაქტიკა უკვე არსებობს, როდესაც მათ აბრუნებენ უკრაინის საზღვართან გამშვებ პუნქტებზე და იქ მათ შორის დგანან კომისარიატის წარმომადგენლები და დეპორტირებულებს აბარებენ უწყებას. ისინი გადიან სამედიცინო კომისიაზე, ანუ ყველაფერი არის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, განაცხადა დეპუტატმა. ამერიკაში უწყებიან, რომ ქვეყნის კოსმოსურ და ბირთვულ პროგრამებთან დაკავშირებული სპეციალისტები უცნაურ გარემოებებში ქრებიან. შეიმჩნევა ასევე მათი მკვლელობების სერია. საგანგაშო გამოცანაა სულ ცოტა 10 ამერიკელი მეცნიერი, სამხედრო მოხელე და მათთან დაკავშირებული პირი ან ნაპოვნი გარდაცვლილი ან გამქრალი და ახლა ზოგიერთი კანონმდებელი გამოძიებას მოითხოვს. ბრუკ ტეილორმა დალასიდან პირდაპირ ეთერში ილაპარაკა დეტალების შესახებ. მე ცოტა სვადევნებდი თვალსამ ფაქტს, მაგრამ სიტუაციის უკეთ გასაგებად ველოდებით თქვენს რეპორტაჟს. სულ ახლახან თებერვალში დაიკარგა სამხედრო საჰაერო ძალების გადამდგარი გენერალ უილიამ მაკასლინი. ის გავიდა თავის სახლიდან და დატოვა ტელეფონი. ადრე ის კურიერებდა პენტაგონის ყველაზე მოწინავე აეროკოსმოსურ პროგრამებს. კიდევ ერთი ფაქტი მოხდა ისევ თებერვალში. ასტროფიზიკოსი კარლ რილმანი, რომელიც ნასას მისიებზე მუშაობდა, საკუთარ სახლთან მოკლეს. პოლიციამ დააკავა ამ საქმეში ეჭვმიტანილი. ამ ამბამდე 8 თვით ადრე ამერიკელი სარაკეტო ინჟინერი მონიკა რეზა გაუჩინარდა კალიფორნიის ნაციონალურ ტყეში, ლოს-ანჯელესში ლაშქრობის დროს. ისიც მუშაობდა მოწინავე აეროკოსმოსურ მასალებთან. ილონ მასკი გამოვიდა ინიციატივით, რომ ადამიანებს გადაუხადონ პენსია როგორც კომპენსაცია იმ სამუშაო ადგილებისთვის, სადაც მათ ხელოვნური ინტელექტი და რობოტები ჩაანაცვლებენ. უნივერსალური მაღალი შემოსავალი, რომელსაც მათ ფედერალური მთავრობა გადაუხდის, ესაა ხელოვნური ინტელექტის მიერ გამოწვეულ უმუშევრობასთან ბრძოლის საუკეთესო გზა, განაცხადა ილონ მასკმა. არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის მრჩეველმა აბდულჰალეკ აბდულამ განაცხადა, რომ დროა ქვეყანაში ამერიკული ბაზების დახურვაზე იფიქრონ. საამიროებს აღარ სჭირდებათ ამერიკული დაცვა, რადგან ირანის აგრესიის დროს მათ აჩვენეს თავიანთი უუნარობა ღირსებით დაეცვათ თავი. საამიროებმა აუცილებლად უნდა შეიძინოს მხოლოდ უახლესი და საუკეთესო იარაღი, რომელიც ამერიკას აქვს, ამიტომ დადგათ, რომ ვიფიქროთ ამერიკული ბაზების დახურვაზე, რადგან ისინი ტვირთად გვექცა და არასტრატეგიულ აქტივად, განაცხადა აბდულჰალეკ აბდულამ. ირლანდია, რომელიც სულ რაღაც გუშინ ერთგულებას ეფიცებოდა უკრაინელ დევნილებს, დაპირებული თავშესაფრის სანაცვლოდ სთავაზობთ მათ ფულად დახმარებას, ოღონდ ქვეყანა დატოვონ. დასავლეთის ქველმოქმედება დასრულდა ზუსტად იმ მომენტში, როგორც კი ეს ევროპელების ჯიბეებს დაეტყო. ტკივნეული და შოკის მომგვრელია ის, თუ რას დაემსგავსა რიგა. ბევრი წლის წინ ბრივი ბასის ქუჩა იყო ლამაზი, ბევრი პატარა მაღაზიით და კაფეებით, ულამაზესი, მაგრამ დღეს რიგის რეალობა სიბინძურე ქუჩებში და სიცარიელე. მიდიხარ და თავი მიტოვებულ ქალაქში გონია. როდესაც რიგაში ჩამოდიოდნენ, ამბობდნენ, რომ ის იყო შესანიშნავი. ახლა ამ ქუჩებზე ცარიელი მაღაზიების რიგია. ახლახან ამ შენობაში იყო კაზინო, სათამაშო დარბაზი, დახურეს, მაგრამ სხვაც არაფერი გაუხსნიათ მის ადგილას. გვერდის ჩენობებით სულ ცარიელია, იქნებ რამე შეიცვალოს არჩევნების შემდეგ.